დღეს მსოფლიოში ძალიან ტრენდულ ერთ საშუალებაზე მინდა მოგითხროთ. ძალიან ბევრი ამ საშუალებას მისი გასახდომი ეფექტის გამო მიმართავს. ეს არის უზმოზე ნიახურის სვენის მირთმევა. საინტერესოა, რომ ამ ტრენდს საფუძვლად მწერლის ენტონი უილიამის რჩევა დაედო, რომელიც თავს მედიცინის დარგში მედიუმად თვლის და აცხადებს, რომ სამედიცინო რჩევებს სულებისგან ღებულობს. საოცარი და სასაცილო კი ის არის, რომ ნიახურზე და მის სასარგებლო თვისებებზე მეცნიერებისთვის მანამდეც ცნობილი იყო, მაგრამ ეს სასარგებლო წვენი მასებმა არა მეცნიერების და ექიმების რჩევების შედეგად, არამედ ექსტრასენსი და მედიუმი ენტონი უილიამის წიგნის შემდეგ აიტაცეს და ძალიან ჩქარა ინტერნეტის წყალობით ინტერნაციონალურ ტრენდად იქცა. მოდით, განვიხილოთ, რატომ არის ეს წვენი ასეთი პოპულარული. აქ ამ პრაქტიკისაც სარგებელზე გესაუბრებით. პირველი არის ის, რომ ნიახურის წვენი ეფექტურად მოქმედებს ორგანიზმში მიმდინარე ანთებების წინააღმდეგ. ამ პროცესს მრავალი ქრონიკული პრობლემის წარმოქმნა შეუძლია, როგორიცაა მაგალითად საჭმლის ცუდი მონელება, სახსრების ტკივილი, გულის პრობლემები, დიაბეტი და ასე შემდეგ. ამიტომ მნიშვნელოვანია ყოველდღიურ კვებაში ანთების საწინააღმდეგო პროდუქტების ჩართვა. სწორედ ასეთია ნიახური. ეს მის შემცველობაში შემავალ მრავალ ბიოაქტიურ ნაერთსა და საკვებნივთიერებასთან არის დაკავშირებული. პირველ რიგში ეს არის ანტიოქსიდანტები, როგორიცაა ფლავონოიდები, მაგალითად აპიგენინი და ლუტეოლინი, რომლებიც თავისუფალი რადიკალების ნეიტრალიზებას და უჯრედების დაზიანების პრევენციას ახდენენ. ეს ანტიოქსიდანტები ანთებებისა და ქრონიკული დაავადებების რისკს ამცირებენ. ნიახური ასევე შეიცავს ნაერთებს, რომლებსაც როგორც ანტიმიკრობული, ასევე ანთების საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია და სახსრების ტკივილსა და რევმატიულ დაავადებებს აამებს. ის მდიდარია მინერალებით, როგორიცაა მაგნიუმი და კალიუმი, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის მხარდაჭერასა და ანთებების რეგულაციაში. კვლევები აჩვენებს, რომ ნიახურისა და მისი წვენის მიღება დადებითად მოქმედებს რევმატიულ დაავადებებზე, პოდაგრასა და სხვა ანთებით მდგომარეობებზე. ნიახურის ანთების საწინააღმდეგო თვისებები აძლიერებს იმუნურ სისტემას და აუმჯობესებს ორგანიზმის თავდაცვის უნარებს. ნიახურის წვენი უაღრესად სასარგებლოა საჭმლის მიომნელებელი სისტემისთვისაც. ნიახურის წვენში შემავალი ბოჭკოვანი ნივთიერებები ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესის რეგულირებას და სტიმულირებს რა ნაწლავის მოძრაობას, ხელს უშლის ყაბზობას. გარდა ამისა, ნიახურის წვენი შეიცავს ბუნებრივ ფერმენტებს, რომლებიც ხელს უწყობს საჭმლის გადამუშავებას, საკვების დაშლას, უფრო ეფექტიან სხდის და ნუტრიენტების ათვისებას აუმჯობესებს. არ დაგვავიწყდეს ეთერზეთები და მწარე ნივთიერებებიც, რომლებსაც ნიახურის წვენი შეიცავს. ეს უკანასკნელები საჭმლის მომნელებელ სისტემას ამშვიდებენ და მსუბუქი ტკივილების შემსუბუქებაც კი შეუძლიათ. ნიახურში შემავალი ფლავონოიდები, კერძოდ აპიგენინი და ლუტეოლინი, ამცირებენ ანთებებს და ამ გზით აუმჯობესებენ საჭმლის გადამუშავებას. ეს თვისებები ნიახურის წვენს საჭმლის მომნელებელი სისტემის მხარდაჭერისთვის ეფექტიან და ღირებულ სასმელად აქცევს. მომდევნო სარგებელი, რის გამოც ნიახურის წვენის დილაობით სმის ეს ტრენდი ასე დამკვიდრდა, არის ის, რომ მას ორგანიზმის გაწმენდის უნარს მიაწერენ. პირველ რიგში აქ უნდა დავძინოთ, რომ ეს წვენი კი არც მენს, არამედ ორგანიზმს ამ პროცესში ეხმარება, რადგან ადამიანის ორგანიზმი ბუნებრივად ახორციელებს დეტოქსიკაციას ღვიძლისა და თირკმელების მეშვეობით, სპეციალურად საამისო პროდუქტების ან კურსების გარეშე. თუმცა ნიახურის წვენი შეიცავს ბევრ ჯანმრთელ ნივთიერებას, რომლებიც სხვადასხვა გზით ორგანიზმს ამ პროცესს უადვილებს. ასე მაგალითად მასში არსებული ფლავონოიდების მსგავსი ნივთიერებები ამცირებენ ანთებას და იცავენ უჯრედებს. ზოგადად, ნიახურის წვენი ღვიძლის ფუნქციას სხვადასხვა გზით ეხმარება. ის აძლიერებს ფერმენტების გამომუშავებას, რაც ღვიძლის ფუნქციის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. შეიცავს საკვებნივთიერებებს, რომლებიც ღვიძლს თავისუფალი რადიკალებისა და ტოქსინების გამოდევნაში ეხმარება. ნიახურის წვენში შემავალი ანტიოქსიდანტები, მაგალითად C ვიტამინი და ბეტა-კაროტინი ხელს უშლიან თავისუფალი რადიკალების მიერ გამოწვეულ ოქსიდაციურ დაზიანებებს. ეს წვენი ასევე დადებითად მოქმედებს ქოლესტერინის დონის რეგულირებაზე, რაც ირიბად მხარს უჭერს ღვიძლის ჯანმრთელობას. თითქოს ეს საკმარისი არ იყოს, კვლევები მიუთითებს, რომ ნიახური ღვიძლში ცხიმოვან ნადებებსაც ამცირებს. ნიახურის წვენს დადებითი გავლენა აქვს გულის ჯანმრთელობაზე, მასში არსებული კალიუმი და მაგნიუმი ხელს უწყობენ სისხლძარღვების კედლების მოდუნებას, სისხლის ნაკადის გაუმჯობესებას და არტერიული წნევის შემცირებას. ასევე, ნიახურის შემცველობა ხელს უწყობს აზოტის ოქსიდის წარმოების ზრდას, რაც სისხლძარღვებს აფართოვებს და წნევას ამცირებს. ნიახურის წვენი ხელსაყრელად მოქმედებს ქოლესტერინის დონეზე. იგი შეიცავს ბოჭკოებს, რომლებიც ცუდი LDL ქოლესტერინის ორგანიზმიდან გამოდევნას სტიმულირებენ.
გარდა ამისა, ნიახურში არსებული ზოგი ნაერთი შესაძლოა ორგანიზმში ქოლესტერინის წარმოებას ხელს უშლიდეს კიდეც. მაღლა უკვე აღნიშნეთ, რომ ნიახურის წვენი ეხმარება ქრონიკული ანთებების შემცირებას, ეს უკანასკნელი კი გულის დაავადებების ერთ-ერთი ძირითადი რისკ ფაქტორია. ნიახურის წვენი უაღრესად სასარგებლოა კანის ჯანმრთელობისთვის. ის შეიცავს უამრავ საკვებ ნივთიერებას, რომლებიც დადებითად მოქმედებენ კანზე. ვიტამინი C ხელს უწყობს კოლაგენის წარმოქმნას, რაც კანს უფრო მკვრივსა და ელასტიურს ხდის. ანტიოქსიდანტები, როგორიცაა ფლავონოიდები და პოლიფენოლები, იცავენ კანს თავისუფალი რადიკალებისა და ულტრაისფერის სხივების ზემოქმედებისგან, რაც კანის დაბერების პროცესს ანელებს. მაღალი წყლის შემცველობა კი კანის დატენიანებას უწყობს ხელს, რის შედეგადაც ის უფრო გლუვად და ბრწყინავად გამოიყურება. ნიახურის ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რომლებზეც მაღლა უკვე ვისაუბრეთ, ამცირებს კანის პრობლემებს, როგორიცაა აკნე, ეგზემა და სიცითლე. მინერალები და მიკროელემენტები, რომლებიც ნიახურის წვენში შედის, კანის ჯანმრთელობას და მის ზოგად მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ. მისი რეგულარული მოხმარება ხელს უწყობს უფრო ჯანმრთელი, ნათელი კანის შენარჩუნებას და მოქმედებს როგორც დაბერების საწინააღმდეგო ბუნებრივი საშუალება. ნიახურის წვენი შეიცავს სხვადასხვა ნივთიერებებს, რომლებსაც არტერიული წნევის შემცირების ეფექტი აქვთ, რადგან სისხლძარღვების მოდუნებას და სისხლის ნაკადის გაუმჯობესებას ეხმარებიან. მაგალითად, მასში არსებული კალიუმი და მაგნიუმი, ამ მინერალებს სისხლძარღვების მოდუნებაში დახმარება შეუძლიათ. ასევე რამდენიმე მცირე კვლევა მიუთითებს არტერიული წნევის შემამცირებელ ეფექტზე. მაგალითად, კვლევა ჩინეთიდან 1 კვირის განმავლობაში ნიახურის წვენის მიღების შემდეგ 16-დან 14 მონაწილეში არტერიული წნევის გაუმჯობესებას აჩვენებდა. სხვა კვლევამ, რომელიც ნიახურის თესლებთან იყო დაკავშირებული, ასევე აჩვენა წნევის შემცირების ეფექტი, მაგრამ ერთმნიშვნელოვანი დასკვნისთვის უფრო მეტი მონაწილე და უფრო დიდი მასშტაბია საჭირო. ნიახურის წვენი ძილსაც გაგიუმჯობესებთ. ეს იმის გამო, რომ ნიახური შეიცავს პოლიფენოლებს, რომლებიც ძილგაღვიძების ციკლების მოდულაციას უწყობენ ხელს. გარდა ამისა, ნიახურის წვენმა შეიძლება კიბო აგაცილოთ თავიდან. როგორ? კვლევები აჩვენებს, რომ ნიახურის გარკვეული კომპონენტები, განსაკუთრებით ფლავონოიდი აპიგენინი, შესაძლოა კიბოს საწინააღმდეგო მოქმედებდეს. აპიგენინი ანელებს სიმსივნის ზრდას და ზოგიერთ შემთხვევაში კი ავთვისებიანი სიმსივნეების შემცირებასაც კი უწყობს ხელს. ის აქვეითებს კიბოს უჯრედების გაყოფის უნარს და შესაძლოა მათი გავრცელების პრევენცია მოახდინოს. აპიგენინმა შეიძლება ქიმიოთერაპიის ეფექტურობა გააუმჯობესოს და გვერდითი მოვლენები კი შეამციროს. ბევრმა კვლევამ ძალიან იმედისმომცემი შედეგები აჩვენა, განსაკუთრებით მკერდის, პანკრეასისა და ფილტვების კიბოსთან დაკავშირებით. თუმცა სრულფასოვანი კლინიკური კვლევები ადამიანებზე ჯერ არ ჩატარებულა. ნიშნულოვანია, რომ ვთქვათ, რომ დამატებითი კვლევებია საჭირო, რათა დავაზუსტოთ ნიახურის წვენის ზუსტი მოქმედების მექანიზმები და მისი ოპტიმალური გამოყენება კიბოს მკურნალობაში. ნიახურის წვენის ერთ-ერთი ყველაზე საოცარი სარგებელი ის არის, რომ ის ხელს უწყობს ტვინის ჯანმრთელობას. როგორც უკვე ბევრჯერ აღნიშნეთ, ნიახურის ფოთლები შეიცავს აპიგენინს, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს, რაც თავის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ტვინის ჯანმრთელობისთვის. თუ დილით ნიახურის წვენს სვამთ, ნახავთ, რომ დღის განმავლობაში თავს გაცილებით მსუბუქად იგრძნობთ. ნიახურის წვენი შეიცავს მინერალურ იონებს და ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ტვინს პათოგენური სტრესისგან იცავს. ამიტომ, ყოველდღე ერთი ჩიქა ნიახურის წვენის დალევა დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ ისეთი პრობლემები, როგორიცაა მეხსიერების დაკარგვა, ნეიროდეგენერაციული დარღვევები და ასე შემდეგ. ნიახურის წვენი შესანიშნავი საშუალებაა თქვენი თირკმლებისთვის. ის ძალიან კარგი შარდმდენი საშუალებაა და თქვენს ორგანიზმს წყლის, მარილებისა და კალციუმის ჭარბი დეპოზიტებისგან წმენს. ეს თავის მხრივ ხელს უშლის ნაულის ბუშტის კენჭების, ათეროსკლეროზის, თირკმლის ქვებისა და ასე შემდეგ ჩამოყალიბებას. ეხლა კი რაც ნიახურის წვენის მომზადებას და მისი მიღების წესებს შეეხება. საამისოდ ნიახურის და წვენის გამოსახდელი რამე მოწყობილობის გარდა არც არაფერი გჭირდებათ. თუმცა კი სასურველია წვენსაცური იხმაროთ, რომ დაბალ სიჩქარეზე მეტი წვენის გამოხდა შეძლოთ. სრულყოფილი ეფექტის მისაღწევად რეკომენდირებულია ყოველდილით საუზმემდე 15-30 წუთით ადრე 450, 500 მლ და ყოველგვარი დამატებების გარეშე მიირთვათ. თუ პირველად სვამთ ორგანიზმის შესაჩევად და გვერდითი მოვლენების შესამცირებლად მცირე რაოდენობით, დაახლოებით 40-150 მლ-ით დაიწყეთ და რაოდენობა ნელ-ნელა გაზარდეთ. რადგან ზოგჯერ, განსაკუთრებით როცა ნიახურის წვენს ერთბაშად და შეუჩვევლად დიდი რაოდენობით მიიღებთ, თან თუ მგრძნობიარე ორგანიზმიც გაქვთ, ამას სიმპტომების სახით თავბრუსხვევა და თავის ტკივილი შეიძლება მოჰყვეს.
მნიშვნელოვანია საკუთარ ორგანიზმს ყური უგდოთ და რაოდენობა შესაბამისად ნელა დაარეგულიროთ, რადგან დიახ, ამ შესანიშნავ საშუალებასაც შეიძლება პოტენციური გვერდითი მოვლენები ჰქონდეს. მაგალითად შებერილობა, დიარეა, მუცლის ტკივილი და თავის ტკივილი, ეს გამოწვეულია განსაკუთრებით ბოჭკოების მაღალი შემცველობის გამო, რაც თავისთავად კარგია, მაგრამ თქვენი ორგანიზმი შეჩვეული არ არის. გარდა ამისა, ზოგი ადამიანი შეიძლება ნიახურის მიმართ ალერგიული იყოს, რამაც შეიძლება გამონაყარი, შეშუპება და ქავილი გამოიწვიოს. პოტენციურად ალერგია შეიძლება ჰქონდეთ ადამიანებს, რომელთაც ყვავილებზე ალერგია აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ნიახურის სვენი ბევრ ადამიანს უზარმაზარ სარგებელს მოუტანს, თუ თქვენ ქვემოთ ჩამოთვლილ ჯგუფებს მიეკუთვნებით, ნიახურის სვენის მიღება ფრთხილად დაიწყეთ, ან ჯერ ნებართვა ექიმიდან აიღეთ. თირკმლის დაავადების მქონე ადამიანები, რადგან ნიახურის სვენი შეიძლება შარდმდენად მოქმედებდეს და ამან კი თირკმლები შეიძლება ძალიან დატვირთოს. დაბალი წნევის მქონე პირები, რადგან ნიახურის სვენს შეუძლია კიდევ უფრო შეამციროს წნევა. ალერგიის მქონე ადამიანები, ორსული ქალები, რადგან დიდი რაოდენობით ნიახურმა შეიძლება ტკივილები გამოიწვიოს და უკიდურეს შემთხვევაში მუცლის მოშლითაც კი დამთავრდეს. გულის დაავადების მქონე პირები, ჰიპერტენზიის გარდა, რადგან ნიახურის მაღალმა კალიუმის შემცველობამ შესაძლოა პრობლემები გამოიწვიოს. ანტიკოაგულანტების, სისხლის გამათხელებელი მედიკამენტების მომხმარებელი პირები, ნიახურის სვენში არსებული K ვიტამინის გამო. შარდის ბუშტის ან თებითი ან მსგავსი დაავადებებით დაავადებული ადამიანები, ნიახურის მაღალი ოქსალატის შემცველობის გამო. მგრძნობიარე კანის მქონე ან მზის სინათლისადმი უფრო მგრძნობიარე პირები, რადგან ნიახურის სვენს ფოტოტოქსიკური ეფექტის გამოწვევა შეუძლია. ჩამოთვლილ შემთხვევებში ნიახურის სვენის რეგულარული მოხმარების დაწყებამდე სასურველია ექიმთან კონსულტაციის გავლა. ჯანმრთელად იყავით ქართველებო. გემშვიდობებით მომავალ საინტერესო ვიდეომდე. კარგად ბრძანდებოდეთ.